ოპერაციის მეხუთე დღეს ისრაელი ირანის ტერიტორიაზე სამიზნეებზე დარტყმებს განაგრძობს. ეს ისპაჰანია, სადაც საბრძოლო მასალის მიწისქვეშა ბუნკერი დაიბომბა. სამიზნე იყო ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაც. დარტყმა განხორციელდა პოლიციის შენობაზე ქალაქ ქაშანში. ქვეყნის დასავლეთით სხვადასხვა ლოკაციაზე ავიადარტყმებით განადგურდა საჰაერო თავდაცვის სისტემები და სარადარო პუნქტები. რამდენჯერმე გაისმა აფეთქების ხმა თეირანის ცენტრშიც. ისრაელის ოპერაციის მიზანი ირანში ბირთვული პროგრამის განადგურებაა და არა რეჟიმის შეცვლა, აცხადებს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი. გიდეონ საარი დღეს რიშონ ლეციონში იმყოფებოდა, სადაც ირანის შეტევებს 2 დღის წინ მსხვერპლი მოყვა. მათი სამიზნეა მშვიდობიანი მოსახლეობა. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ამოცანები. პირველ რიგში ესაა დიდი ზიანის მიყენება ირანის ბირთვული პროგრამისთვის. მეორე, ზიანის მიყენება ირანის რეჟიმის ბალისტიკური რაკეტის პროგრამისთვის. და მესამე, სერიოზული ზიანი უნდა მივაყენოთ მათ გეგმას, რომელიც ისრაელის სახელმწიფოს განადგურებას ითვალისწინებს. რეჟიმის შეცვლა ამ ომის მიზანი არ არის, მაგრამ შეიძლება გახდეს შედეგი. გასულ ღამეს ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანიდან გაშვებული 30 დრონი ჩამოაგდეს, მათ შორის გოლანის მაღლობის თავზეც. გაანადგურეს ბალისტიკური რაკეტებიც, თუმცა 2 ჰერცილიაში ჩავარდა. ერთი საწყობს დაეცა, მეორე ავტობუსების სადგომს. აფეთქებების ხმა ისმოდა თელ-ავივსა და იერუსალიმში. ისრაელის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით დაშავდა 5 ადამიანი. საერთაშორისო გაერთიანება ახლო აღმოსავლეთში ვითარების დეესკალაციის მოწოდებით გამოდის. დიდი შვიდეული სამიტის პირველ დღეს ლიდერებმა ერთობლივი განცხადება მიიღეს. მაშინ ნათქვამია, რომ ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება, ირანი კი ტერორისტ წყაროა და მას ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს. ისრაელ-ირანის კონფლიქტზე მიღებულ დოკუმენტს დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა და სამიტი დროზე ადრე დატოვა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მიზეზად მნიშვნელოვანი საქმეები დაასახელა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. მედიისთვის კომენტარი თვითმფრინავის ბორცზე გააკეთა და უპასუხა ემანუელ მაკრონს, რომელმაც განაცხადა, რომ ლიდერებისთვის გასაგებია დონალდ ტრამპის ნაადრევი გამგზავრება კანადიდან, თუ ის ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას შეძლებს. თეთრ სახლში ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა ჩაინიშნა. არ მithქვამს, რომ ცეცხლის შეწყვეტას ვცდილობთ. ემანუელი კარგი ბიჭია, მაგრამ ხშირად არასწორად იგებს. ჩვენ გვინდა ცეცხლის შეწყვეტაზე უკეთესი, კონფლიქტის ნამდვილი დასრულება, ან მთლიანად დანებება. ესეც მისაღებია. მარტივია, ირანს ვერ ექნება ბირთვული იარაღი. რაც შეეხება თეირანიდან ევაკუაციის მოწოდებას. ყოველთვის შეიძლება რაღაც მოხდეს, ამიტომ მინდა ხალხი უსაფრთხოდ იყოს. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არახჩი ტელეფონით ელაპარაკა ბრიტანეთის, გერმანიის, პოლონეთისა და საფრანგეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს. სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან კაია კალასთანაც. ბრიუსელში ირან-ისრაელის კონფლიქტის განსახილველად მინისტრებმა საგანგებო შეხვედრა ონლაინ გამართეს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი აცხადებს, რომ კრიზისის მოგვარების გზა დიპლომატიაა. შეხვედრაზე გქონდა შესაძლებლობა შეხედულებები გაგვეცვალა და მოგვეხდინა დიპლომატიური ძალისხმევის კოორდინირება. მინისტრებმა ორივე მხარეს მოუწოდეს შეასრულონ საერთაშორისო კანონი, გამოიჩინონ თავშეკავება და მოერიდონ ისეთ ქმედებებს, რამაც შეიძლება სიტუაცია კონტროლიდან გამოიყვანოს. ყველა შევთანხმდით, რომ საჭიროა დეესკალაცია, რომ ირანს ვერ ექნება ბირთვული ბომბი და რომ დიპლომატია ერთადერთი გამოსავალია. ევროკავშირი თავის წილ როლს შეასრულებს. ასევე შევთანხმდით, რომ დიპლომატია არის საუკეთესო გზა ირანის ბირთვული პროგრამების მოსაგვარებლად გრძელვადიან პერსპექტივაში. გასულ კვირას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ იტანმა დაარღვია გაავრცელებლობის ვალდებულება. ჩვენ ვერ ვიქნებით უმოქმედოდ, როდესაც ირანი აჩქარებს თავის ბირთვულ პროგრამას. ჩვენ გავააქტიურებთ მოქალაქეთა დაცვის მექანიზმი და ვეხმარებით წევრ ქვეყნებს საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციაში. თეირანს სულ უფრო მეტი ადამიანი ტოვებს დედაქალაქის გასასვლელებში მანქანების გრძელი საცობებია. საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო ისრაელიდან, უკრაინამ, პოლონეთმა, ჩეხეთმა და სლოვაკეთმა. ისინი თელ-ავივიდან ავტობუსებით ეგვიპტეში გადაჰყავთ.